საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა დღეს რუსეთის ნაკრები 46-0 დამამარცხეთ და ნაკრების კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე იმყოფება. ეხლა ჩემს გვერდით ირაკლი გილოცავ ამ გამარჯვებას და რას ეთქვი შენს გულშემატკივარს მართლაც რომ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ნაკრებმა. დიდი მადლობა პირველ რიგში მინდა მიულოცო ბიჭებსაც, თელ ქვეყანას, გულშემატკივარსაც და დიდი მადლობა მინდა მოუხადო ჩვენ გულშემატკივარს, რომ ეს რაგბის ოჯახის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, როგორც ასე რომ ვთქვა, მე-16 მოთამაშეა და ყოველთვის მათი შეძახილი, მათი გვერდში დგომა დიდ ძალას და სტიმულს გვაძლევს და ულოცავ მთელ ქვეყანას, თითოეულ ჩვენ მაცხოვრებელს და გილოცავთ ყველას. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას უსურვებ ნაკრებს. ბატონ თემურ, ჩვენ ახლა ველოდებით დღევანდელი მატჩი საუკეთესო მოთამაშე მამუკა გორგოძეს ის მოემართება ჩვენსკენ და ჩვენ მასთანაც შემოგთავაზებთ ინტერვიუს. აი მოემართება მამუკა გორგოძე. დღევანდელი მატჩის საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო მორაგბე, გაზეთ ლელოს მკითხველთა პრიზის მფლობელი მოემართება ახლა ნინო გაბელიასკენ და ამ ინტერვიუსაც პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. დღეს რუსეთთან საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი, პრინციპული ამდენი გულშემატკივრის წინაშე და საკმაოდ ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე. საკმაოდ დაძაბულებით ვიყავით თამაშის წინ, იმიტომ რომ დიდი პასუხისგებლობა ჰქონდა საქართველოს წინაშე. რავი, მე მგონი კარგად ვითამაშე და მოვიგე და ულოცავ სრულიად საქართველოს. საკმაოდ დიდი იყო მხარდაჭერა და ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო. მადლობთ. გილოცა მამუკას ახლა გადასცემენ საუკეთესო მოთამაშის პრიზს, აი აქეთ მამუკა გორგოძეს გადაეცემა სპეციალური პრიზი, როგორც დღევანდელი მატჩის საუკეთესო მორაგბეს. ეს პრიზი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ არის დაწესებული, ხოლო პრიზს მამუკა გორგოძეს გადასცემს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ჯემი მაკ გოლდრიჩი. აი ამრიგად მოედანზე სპეციალური პრიზით დღევანდელი მატჩის საუკეთესო მორაგბე ჩვენი გუნდიდან ბოლოტოვებს მწვანე მინდორს, სადაც 80 წუთის განმავლობაში ქართულმა მორაგბეებმა უდიდესი სიამოვნება მიანიჭეს პირთამდე შევსებულ მიხეილ ბესხის სახელობის სტადიონის ტრიბუნებზე შეკრებილ გულშემატკივრებს. ჩვენს დავამთავროთ ჩვენი პირდაპირი რეპორტაჟი, გადაცემა მოაწყო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ლევან ლეკვიშვილი, მატჩის რეჟისორი, კომენტატორები ზაალ გიგინეიშვილი და თემურ ჯაფარიძე. მადლობას გიხდით ყურადღებისათვისა და კიდევ უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით.